ხელშეკრულება მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის, რომელიც საქართველოში მგზავრობის გამარტივებას ითვალისწინებს, სხვადასხვა რეგიონში გზების რეკონსტრუქცია იწყება. უკვე ცნობილია, რომ სამუშაოები აპრილში უნდა დაიწყოს 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვალდებულებები და რეაბილიტირებული გზები. ნახეთ ლილი გოგოხიას სიუჟეტი. 70 მილიონი დოლარი გზების რეაბილიტაციისთვის. მსოფლიო ბანკმა საქართველოში მეორე ხარისხოვანი გზების მოსაწყობად სოლიდური თანხა გამოყო, რომლითაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შიდა და ადგილობრივ გზებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდებათ. გზების საერთო სიგრძე კი 225 კილომეტრი იქნება. საქართველოს მთავრობასა და მსოფლიოს ბანკს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. 25 გზა საუბარი 70 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება მთელი საქართველოს მასშტაბით მეორადი და ადგილობრივი გზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. თავისთავად პროექტი უკავშირდება რეგიონების განვითარებას, უკავშირდება სოფლად განვითარებას, უკავშირდება იმ ძირითად პრიორიტეტს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ტურიზმის განვითარება და ხელშეუწყობს მთლიანად მობილურობას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეკონომიკური დინამიკის შენარჩუნებას. ჩვენ ხელი ძალიან მნიშვნელოვან პროექტს მოვაწერეთ. დარწმუნებული ვარ, რომ გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას განაპირობებს. თანხა გამოიყო კახეთის რეგიონისთვისაც. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც პროექტს კოორდინაციას გაუწევს, აქ 200 კილომეტრის სიგრძის გზას რეაბილიტაციას ჩაუტარებს. თუმცა სარემონტო სამუშაოების გარდა სამინისტრო ვალდებული იქნება გზების მოვლაზე და მათ შენახვაზეც იზრუნოს. დიდი მნიშვნელობა აქვს გზების არა მარტო დაგებას, მაგრამ მე მათ მოვლა შენახვას. ამ შემთხვევაში ჩვენ პირველად ვაკეთებთ ისე, რომ ვაცხადებთ 5 წლიან ტენდერს და კომპანია, რომელიც გაიმარჯვებს 5 წლის განმავლობაში, შედეგზე იქნება ორიენტირებული და ამ გზას მიხედავს თავისთავად ხარისხი მისი მოვლის იქნება უფრო უკეთესი. შემცირებული მგზავრობის დრო, გაუმჯობესებული ხარისხი და შემცირებული სატრანსპორტო ხარჯები. სპეციალისტები ამბობენ, რომ მგზავრობის გამარტივების გარდა გზების რეაბილიტაცია ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს არის 19 კილომეტრი გზა, მთლიანობაში 200 კილომეტრზე მეტი, მოცული მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც კახეთში, ისე იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სამშენებლო სამუშაოები აპრილიდან დაიწყება და რეგიონებში ეტაპობრივად გაგრძელდება. 2013 წლისთვის კი ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია დასრულებული უნდა იყოს.